სამართლის საპროცესო კოდექსის შესატან ცვლილებებს ადვოკატების აპროტესტებენ ადვოკატთა პროფკავშირების წევრები დღეს სახალხო დამცველთან შეიკრიბნენ და საპროცესო კოდექსის არსებული პროექტი დაიწუნეს. მათი თქმით, იმ შემთხვევაში პარლამენტი ამ პროექტს დამტკიცებს ადვოკატთა უფლებების დარღვევას გამოიწვევს სახალხო დამცველთან შეკრებილმა ადვოკატებმა ნაფიც საჯულთა ინსტიტუტის შემოღებას გააპროტესტეს. ფაქტი რომ თქვა ადვოკატის უფლებების შესახებ თავი საერთოდ არ არსებობს. მოკლედ არის ნაცნობი, არის ადვოკატი დაახლოებით ბრალდებული რეფერენტი, ბრალდებული რასაც ყველა განცხადება უნდა დაიწეროს და ყველასთან უნდა ბრალდებულის სახელით და არა ადვოკატის სახელით. ყოველ განცხადებაზე უნდა მოაწეროს ხოლმე ბრალდებულმა. ყოველ საჭირო სიტუაციის შესრულება და აუცილებლად მისი დამოწმება დირექტორის, ეჭვი, სოციალური მუშაკის ხელმოწერის და ასე შემდეგ, რაც ტექნიკურად არის ძალიან გარძულებული ადვოკატისთვის სამუშაო. ჩვენ გამაშინეთ ეს პროექტი. რა თქმა უნდა, ეს არ არის ჯერჯერობით სრულყოფილი, მაგრამ იქ ფაქტიურად დასვით ხართ ძალიან იგნორირებულია. ადვოკატს აქვს უფლება, იგივე უფლებები, რაც ბრალდებულს. ისიც თქვენ თუ არა, ძალიან უბრალოდ პრიმიტიულია. ბრალდებულს აქვს გმირის უფლებაც. ალბათ ხელისუფლება სჭირდება, რომ ჩვენ გავჩნდეთ. საკონსტიტუციო სასამართლოში ორგანიზაცია კონსტიტუციის 42 მოხლის ადვოკატებმა პარლამენტის წინააღმდეგ ქართული შეიტანეს, როგორც წეს გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ორგანიზაცია მოითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დებულებები, რომლებიც დამცველს უფლებას აძლევს მხოლოდ მას შემდეგ, გადაიღოს სისხლის სამართლის საქმის სფეროასი და გაეცნოს საქმის ყველა მასალას და საქმეს საბრალდებოდ დასწინებს სასამართლოში გადაიცვალება. გასაჩივრებული დებულებების შესაბამისად ადვოკატს არ აქვს უფლება გაეცნოს სისხლის სამართლის საქმეს, მათ შორის სფეროასების მეშვეობით, მანამდე სანამ საქმეზე არ დასრულდება წინასწარი გამოძიება და საქმე არ წარიმართება სასამართლოში არსებითი განხილვისთვის. ეს რა თქმა უნდა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის დებულებებს, რომლის შესაბამისად უფლება არის გარანტირებული და იმ ვითარებაში, როდესაც ადვოკატი არ იცნობს სისხლის სამართლის მასალებს და მას ასეთი საშუალება პროცესუალურად არ აქვს, უნებრივია ის უყოფილად და ადეკვატურად ვერ განახორციელებს დაცვას. როდესაც თავის არაერთ საქმეში არსებობს და განმარტავს იმას, რომ მასალების ხელმისაწვდომობა უნდა იყოს დაცული, ხელმისაწვდომობა, რომელიც არ იქნება დაცვის ამ გალდებისთვის, ეს არის მეექვსე მუხლით დარღვევა, ევროკომისიის მეექვსე მუხლით დარღვევა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი საკონსტიტუციო არჩევანი არის მოსაბუთებული, ემყარება სრულ სამართლებრივ გარანტიებს და საფუძვლებს და უნდა იყოს დაკმაყოფილებული. მოძრაობათა მართლიანი საქართველოსთვის ხელმძღვანელი მორიგ პროგრამულ დოკუმენტს აქვეყნებს მოძრაობის წევრი ლევან როინიშვილის თქმით, პოლიტიკური არასტაბილურობის გამო დიდი მოცულობით ქვეყნის სავალუტო რეზერვი დაიხარჯა. 7 ნოემბრის შემდეგ სავალუტო რეზერვები $100 მილიონი, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს კი $150 მილიონი შემცირდა. კურსის შესაჩერებლად $617 მილიონი გამოიყოფნა თავის შედეგად. როინიშვილის განცხადებით, მათ მიერ შემუშავებული მონეტარული პოლიტიკა ეკონომიკის სტაბილურობას უზრუნველყოფს. ძირითადი გახლავთ დაბალი ინფლაცია. ყველა მითის რომ დაბალი ინფლაცია კარგია, მაგრამ ეს არ არის რაღაც ჩვეულებრივი გამონათქვამი, ეს არის სტრატეგიული გეგმა ეროვნული ბანკისთვის. ბოლო 25 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკებმა სხვადასხვა ქვეყნებში უკვე დაახვეწეს ინსტრუმენტები, რომლითაც ხდება ზუსტად აი ამ სტრატეგიული ამოცანაზე მუშაობა. ამან და ფინანსური სექტორის გრადობაში გარკვეულმა ხარდაჭერამ ამ სექტორის უნდა მოგვცეს შედეგი, რომელიც რეფერენდუმზე აღზევს ჩვენს ყველა ამ პრეზენტაციებს და დაახლოება კიდევ ეკონომიკის სტაბილური და გრძელვადიანი 8%-იანი ზრდა. მაგრამ ეს ყველაფერი ვერ მოხდება თავისით, მას აქვს გარკვეული წინაპირობა. კერძოდ, ჩვენ თუ გვინდა რომ საქართველოს იყოს სამართლიანი, ერთიანი და ეკონომიკურად ძლიერი, როგორც ხედავთ ჩვენს უკან, ამისათვის საჭიროა რომ ეროვნული ბანკი იყოს ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი. Sandros, Auroban პირდაპირ პოზიციაში ამ ტერმინის სფეროზე დაიკიდა მოსახლეობის პრობლემები და დონორების თანხების მიმართած პოლიტიკურ კამპანიაში ხელისუფლების შენარჩუნებისთვის. შესაბამისად, ჩვენ ვართ იმ მდგომარეობაში, სამწუხაროდ დეკემბერში აღმოჩნდა. ახლა უკვე სხვა ამოცანები გვაქვს. ჩვენი ამოცანა თავიდან ავიცილოთ ფინანსური სექტორის მაკრიზისი, პოლიტიკური კამპანიის ნაცვლად, როგორც ადმინისტრაციული მექანიზმები, ისე აღების ალბათ შეუცვალ მიმართული იყოს ფინანსურ სექტორში. თავიდან ავიცილოთ ყველაზე უარესი. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარტიის რეგიონული ორგანიზაციის ყრილობას განაგრძობს. ბურჯანაძე დღეს ქვემოქართლის იმყოფებოდა, სადაც ის პარტიის ოფისის გახსნას დაეწყო. ბურჯანაძემ ყრილობაზე რუსთავის მოსახლეობას სიკვდილის მიმართა და ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ძირითადი აქცენტები სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, სოციალურ სფეროში არსებულ სიტუაციაზე და დემოკრატიის განვითარებაზე გააკეთა. ყრილობაზე მოსახლეობას ერთიანი საქართველოს საპროექტმა მიმართეს და ხარდაჭერისკენ მოუწოდა. ჩვენ ამ რეგიონში, ისევე როგორც სხვა რეგიონებში, გვექნება ძალიან სერიოზული მხარდაჭერა. თქვენ დღეს ნახეთ, როგორი საინტერესო გამოსვლები იყო, როგორი აქტიური მხარდაჭერა იყო და მიუხედავად ინფორმაციის ნაკლებობისა, დაინახეთ, რომ ადამიანები ძალიან სწორ ანალიზს აკეთებენ. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ იყოს შესაძლებლობა ტელევიზიებით ამ გამოცდის რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილი გაშვების, რომ მოსახლეობას მეტი ინფორმაცია ჰქონდეს, მაგრამ იმ ვითარებაში, როდესაც რეალურად მედია სამწუხაროდ გარკვეულ ჩარჩოებშია მოქცეული, მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ფერდაფერდ მოვიარო ყველა რეგიონი, ყველა ადამიანი შევხვდე, ვესაუბრო და აუხსნა ჩვენი პარტიის მთავარი ამოცანები, ჩვენი პარტიის მიზნები და აუხსნა ის, თუ რატომ ვითხოვთ ჩვენ გადამდელ საპრეზიდენტო და არა საპარლამენტო არჩევნებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი შავლიაშვილმა დღეს შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა, როგორც შავლიაშვილმა განაცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა. მისი თქმით 2008 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამივე სისხლის სამოქალაქო და ადმინისტრაციული კოლეგიები გაერთიანდა და დაფუძნდა ერთ შენობაში, სადაც მოქალაქეებს სასამართლოსთან კოორდინაცია მნიშვნელოვნად გაუმარტივდათ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამივე კოლეგიის მიერ წელს განხილულია 13,500-მდე საქმე, 8,000 შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების გამოყენების შესახებ, 4,000-ზე მეტი წარდგინება ამინისტიის გამოყენების შესახებ და 12,500 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხი. მოხდა სამი კოლეგიის გაერთიანება თბილისის საქალაქო სასამართლოში, სისხლის სამოქალაქო და ადმინისტრაციული კოლეგიების და დღეიდან უკვე თბილისის საქალაქო სასამართლო ერთიანად სამივე კოლეგიის შემადგენლობით დაფუძნდა. ამჟამად ჩვენი სასამართლო გახლავთ ყველაზე დიდი სასამართლო მთელ საქართველოში, მასში ვინაიდან აქ თავისუფლებამოსილებას ახორციელებს 70-მდე მოსამართლე და იხილება 35%-ზე მეტი იმ საქმეებისა, რასაც პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ საქართველოს საერთო სასამართლოები. Კონდირნის ნახტომიწინახ საახალწლოს პედაგოგებს, სკოლებს და რესურს ცენტრების წარმომადგენლებს საშემოდგომო კონკურსებში გამარჯვებულებს აჯილდოებს. დღეს 300 გამარჯვებულ მოსწავლესა და პედაგოგს სპეციალური საფრთხები, კომპიუტერები და ფულადი ჯილდოები გადაცა. კონკურსში მონაწილეობას დამოუკიდებელი პროექტების იღებდნენ, რომლებმაც მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმნა და საუკეთესო ექსპერტები შექმნეს. ფონდი უკვე მოღვაწეობს რამდენიმე წელია და ფონდის ხარჯებში იმართება საშემოდგომო და საზაფხულო კონკურსები. დღეს გვაქვს საშემოდგომო კონკურსების განხორციელებული დაჯილდოვება. დაჯილდოვების კონკურსებში მონაწილეობა მიიღო უამრავმა სკოლამ. დავაჯილდოვეთ 210 ლიდერი, ანუ პროექტი გამარჯვებული, რომ ეს იყო აბსოლუტურად ინიციატივაზე ორიენტირებული დამოუკიდებელი პროექტები, რომელსაც შეუმუშავეს სკოლებმა, უპირველეს ყოვლისა მასწავლებლებმა და ბავშვებმა. არა შეიძლება არ იყო, თავარი იყო, რომ ყოფილიყო ქართული ინტერნეტში. როცა სკოლაში მუშაობდი, არასოდეს არ ვაკეთებდი ხოლმე ამ თუ იმ ელექტრონული ვერსიის პრეზენტაციას. ესაც მოვედი და მშობლიურ სამყაროში ვიგრძენი თავი, იმიტომ რომ უნდა გამოგიწყდეს ძალიან მომენატრე სკოლა და ძალიან მომენატრე ბავშვები.